მოგესალმებით ჩვენს YouTube არხს ახალი კონტენტი შემოემატა. ეს კონტენტი აბავი მიხვდება რაზეა. რა თქმა უნდა ეს კონტენტი შეეხება ფეხბურთს. მე დაგიბრუნდით ცხელი სიახლეებით. გვახსოვს გუშინ რა თამაში იყო. ეს ვიდეო იდება 21 მარტს. გუშინ იყო 20 მარტი 9 საათზე რა თამაში დაიწყო გვახსოვს. დუბლი შეასრულა მიქაუტაძემ ხოყდა. შემეხო გულშემატკივრები ამ გოლზე ეძახდნენ რომ ოფსაიდიდაო, რადგან ბურთმა ჰაერში გაიარა მთლიანი მოედანი და შემდეგ ჩავარდა მიქაუტაძესთან. რა თქმა უნდა, ბევრს ასეთი რამე გაუჩნდებოდა. შემეხო გულშემატკივრები იმას ხიმარიწყდნენ დამსახურებას მოიგესო. ისინი კვირდევდნენ ჯოჯოხეთს იქ, თავიანთ სტაბულიყო. ესეც გაუხარდებოდათ, რა თქმა უნდა, ნიჩი რაც კარგია, მაგრამ ნიჩი არ გვაწყობდა. სომხები ძალიან კარგად დაგხვდნენ, მათ წვრთნელით გამოიცვალეს. ხოლო მიქაუტაძემ მოწინააღმდეგეების წვრთნელს, ანუ სომხების წვრთნელს დიდი სეირი და სანახაობა აჩვენა, რადგან მოწინააღმდეგის ახალი წვრთნელი, ანუ სომხეთის ახალი წვრთნელი არის მიქაუტაძეს გუნდის ლიონის ახლანდელი მწვრთნელი. მიქაუტაძემ მას ანახა, რომ სათადარიგოზე დასჯდომის უფლება მისთვის არ შეიძლება, რადგან ის მთელს გუნდს დიდ წარმატებას მოიტანს. თუ ნახეთ თამაში, ბოლო თამაში ლიონში მიქაუტაძეს, სადაც მიქაუტაძე შემოვიდა 77 წუთზე, გაიტანა 1 გოლი და 2 ასისტიც გააკეთა. ეს დაუვიწყარი იყო. ეს მართლაც დაუვიწყარი იყო. მთელი საქართველო აზიოტაში იყო. მთელ საქართველოს გაუხარდა ქართველის წარმატება სხვა გუნდში. ეს მართლაც გასახარია და ამას ყოველი ქართველი ელოდება. მიქაუტაძე ძალიან გამოცოცხლდა. მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებს შეემატა იმის სახით, რასაც დიდი ხანია ველოდებით. ერთი კარგი ფეხბურთელის სახით. დარწმუნებული ვარ, ეს არავის არ უნახია. ამბიურმა ნახა რონალდოს ინტერვიუ მიქაუტაძეს თამაშზე. რა შუაშია რონალდო? არც ვიცი, მაგრამ რონალდომ არ ვიცი რა შუაშია. არ ვიცი. მან გააკეთა ინტერვიუ მიქაუტაძეს თამაშზე. მიქაუტაძე უბრალოდ ახალგაზრდა. მას დიდმა ვარსკვლავმა გამოუნათა. საქართველოს ნაკრებში გაზრდა ვარსკვლავი, რომელიც საქართველოს ძალიან სჭირდებოდა. ახლა საქართველოს ნაკრებს დიდი შანსი აქვს, რომ მთელი მსოფლიო დაიპყროს თავისი თამაშებით და მსოფლიოზე უდიდესი წარმატებაც მოიპოვოს. მიქაუტაძე ძალიან კარგი ფეხბურთელი დადიება ჩემს ასაკში. მე მალე კარიერას ვამთავრებ, მაგრამ ვნახოთ. მიქაუტაძე უდიდესი ფეხბურთელი იქნება. ასეთ ინტერვიუს აკეთებს რონალდო. ეს გასაკვირი იყო. რონალდოს ინტერვიუ მიქაუტაძეზე, ეს მართლაც აზიოტაში ჩააგდებდა ქართველებს. მაგრამ მართლა ასე მოხდა. ლიონის ფეხბურთელს ინტერვიუ გაუკეთა რონალდომ, რომელიც მე უკვე გითხარით. ახლა კი შემდეგი თემა. მიქაუტაძე აიაქსში გადადის. აიაქსი მასში იძლევა 25 მილიონს. ეს დაუჯერებელია. 35 მილიონი მიქაუტაძეში, ლიონში გაყიდულია 22 მილიონი ევროდ, ხოლო აიაქსი ყიდულობს 35 მილიონი ევროდ. ეს მართლა დაუჯერებელია. ქართველებს ეს მოეჭვანებათ, თან ასეთ კარგ კლუბში რომ გადანაწილდა მთელი საქართველო, ასეთ კარგ კლუბებში რომ გადანაწილდა მთელი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები. კვარაცხელია პესეჯში, სადაც უკვე კარგ თამაშს ატარებს 2 გოლი და 4 ასისტი. მიქაუტაძე ლიონში, სადაც ბოლო 2 თამაში მან შეაგდო 3 გოლი. ამისთვის აში მიქაუტაძეს. ქართველებს ეს ძალიან მოსწონს, რა თქმა უნდა. მიქაუტაძეს ეს ძალიან მოსწონს. მისი ინტერვიუ თავის თამაშზე. ამას არც კი მოველოდი. ასეთ თამაში ჩემ თვითონ არ ჯეროდა, რომ ასეთ თამაშს ჩავატარებდი. მას არ ჯეროდა მართლაც, რომ ასეთ თამაშს ჩაატარებდა. მართლაც არ ჯეროდა მიქაუტაძეს. ან რომელ ქართველს ჯეროდა, რომ მიქაუტაძე ასეთი ვარსკვლავის სახით შეეძინებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები მალე მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი გახდება. ფეხბურთელის ამბარცუმიანის კომენტარი ამ თამაშზე. ასეთ რამეს არც კი მოველოდი.
ქართველებმა უდიდესი წარმატება გამოერჩინეს. ასეთ რამეს არ მოველოდი. ქართველებმა მართლაც გაიმეტეს საკუთარი თავები, ისე კარგად ითამაშეს. ჩვენ კარგად ვემზადებოდით, მაგრამ ამაოდ, იმიტომ რომ ჩვენი მწვრთნელი სულ ერთი თვე არაც შეცვლილია და ამ ერთ თვეში იმდენად ვერ მოვქაჩა, რამდენად საქართველოს ნაკრები ამოქაჩულია დაახლოებით თვეებია. მათ ევროპაზე კარგად იასპარეზეს. გავიდნენ გრუპიდან, მაგრამ მერვე ფინალში ესპანეთთან წააგეს დაუვიწყარი ანგარიშით 4-1. ესპანეთი ამით იკვეხნება. ესპანეთს ამით მართლაც დიდი წარმატება აქვს მოპოვებული, მაგრამ საქართველოს მეტად კარგად იესპარეზა. ასე იყო თითქმის ჩვენთანაც. ის ჩვენთან კარგად ასპარეზობდნენ, მაგრამ ჩემი აზრით მათ ჯობდით. უბრალოდ ბედმა გვიმწყუნა. ქართველებისგან ამას დიდი ცუდი კომენტარი მოჰყვა. კვარაცხელიამ ასეთი კომენტარი გააკეთა, რომელიც 23-ში ითამაშებს. გუშინ 20 მარტს კი არ უასპარეზია მოედანზე. ეს უბრალოდ არ გამართლება არ იყო. საქართველოს ნაკრები რამდენად კარგ ფორმაშია, ისეთ კარგ ფორმაში, რომ თურქეთთან, ბულგარეთთან და ისევ თქვენთან, ისევ ადვილად მოიგებს, რომ ვერც კი გაიგებთ. თან ვეცვეყოლები, მე ბოლომდე შევეცდები 23 მარტს, რომ თქვენი გუნდი გავანადგურო. ასეთი კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ. სომიხმა და ქართველმა გულშემატკივრებმა იჩხუბეს მოედანს გარეთ. იმიტომ რომ მათ სომეხი გულშემატკივრების ამ ნათქვამმა სომეხი გულშემატკივრების ქართველები ძალიან განაცვიფრა. ერთ-ერთი უბრალო ქართველის კომენტარი. თქვენ რა არ გაგიმართლათ? გამართლება საერთოდ არ გქონდათ. თქვენ გამართლება არც კი სჭირდებოდა. რომც გაგმართლებოდა საქართველოს ნაკრებს ასე ადვილად ვერ დაამარცხებით. მათ 0-3 მოგიგეს. 0-3 ეს დაუვიწყარი ანგარიშია. საქართველოს ძლიერია. გაუმარჯოს საქართველოს. და მართლაც, მოდი ყველამ ერთად შევძახოთ. გაუმარჯოს საქართველოს. ეს ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. მოდი, ეს პირველი ვიდეოა და ავიყვანოთ 5 მოწონებაზე. Goodbye.